სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 14 სექტემბერს გლენდეილში, ლოს-ანჯელესის გარეუბანში, კალიფორნიის შტატში. შემდეგ კითხვა არის ძალიან ტექნიკური თვალსაზრისის და შეიძლება ცოტათი რთული გასაგებიც იყოს მსმენელისათვის, განსაკუთრებით ქართველი მსმენელისათვის. და მე შევეცადე მაქსიმალურად მეთარგმნა გასაგებ ენაზე. იმიტომ ეს ეხება ძალიან სპეციფიურ საკითხს, ბატონი ჯონიც ამბობს, რომ ეს ტერმინოლოგიებია და ტერმინოლოგიებში არ უნდა გავიხლართოთ. და ეს ხდება, როცა ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ ტერმინოლოგიებზე და ეს შეიძლება დამაბნეველი იყოს. მოდით მოусვინოთ, რას ამბობს კითხვის დამსველი და როგორც ჯონი პასუხს. მე ესე დავასათაურე, როცა ქრისტიანი ხდებით, ცოდვილი ბუნება სრულიად აღმოიფხვრება? სალამი მოგესალმებით, მე ვარ ჯონი. მე ძალიან მიყვარს ეს სახელი. ეს კითხვის დამსველი ჯონია. დიახ, გეთახმებით, დიდი სახელია ჯონი და თავის თავზე არ იწერს ეს გულისხმობს იოანე, განსაკუთრებით მახარებელს. ჯონ მაკარტურს ძალიან უყვარს იოანე მახარებელი. არა ნათლი მსმენელი, არამედ მოციქული იოანე და ყოველთვის ახსენებს ამას. და ამის გამოა რომ დაარქვეს მასაც ეს სახელი. კითხვა მაქვს მე ესეთი. სხვათა შორის ჯონ მე ეს მიკროფონი ჩემიყვარდა. მეთქობა ძალიან გახარებულია ეს პიროვნება. ნება მომეცით განვაცხადო ეს რაც შეიძლება სწრაფად. მე ვსურს თქვენ მიმართოთ ადამიანის ბუნების თემაზე გაამახვილოთ ყურადღება. როგორც ჩანს, ბევრი დისკუსია მიმდინარეობს ევანგელისტურ და ფუნდამენტურ წრეებში ცოდვის ბუნებაზე. ზოგი ცოდვის ბუნების სრულ აღმოფხვრას ემორჩილება და იზიარებს, ზოგი ამბობს, რომ ჩვენ შიგნით ისევ გრძელდება კონფლიქტი. ზოგი კი ამბობს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ კონცეფცია, რომელიც ცდილობს ახსნას ის, რაც სინამდვილეში არ არის და ჩვენ ეს არ გვესმის. და მე მაქვს ასევე მეც პრობლემა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე მინდა თუ შესაძლებელია რომ ეს საკითხი დააკავშიროთ 64-ის ბაღში ადამისა და ევას აქტიურ დამომორჩილებლობას. ჯონ მაკარტური პასუხობს. კარგით, მოდით დავიწყოთ თავიდან. ამის გასაგებად საუკეთესო გზა არის რომაელთა წერილის 6, 7 და 8 თავის გადახედვა. და ეს ნამდვილად მოითხოვს ტერმინების განმარტებას მორწმუნის ვინაობასთან მიმართებაში. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს თუ გახსოვთ და რამდენი თქვენგანი იყო აქ, როცა ჩვენ განვიხილეთ რომაელთა მე-6, მე-7 და მე-8 თავები და ეს სერიები ყველაფერი ამასთან დაკავშირებული. ასე რომ თქვენ იცით ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ. იმედია რომ გახსოვთ რომაელთა მე-6 თავის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ჩვენთვის ახალ რეალობას ქრისტეში. ჩვენ მოვინათლეთ იესო ქრისტეში, მოვინათლეთ მის სიკვდილში, დავიმარხეთ მასთან ერთად ნათლობით, აღვდექით და ვაგრძელებთ სიარულს ახალ ცხოვრებაში და დარგული ვართ მისი სიკვდილის მსგავსებაში. ჩვენ მისი აღდგომის მსგავსებაში ვართ ახლა. იცით ეს რომ ჩვენი ძველი კაცი მოკვდა. გასაგებია ხომ? ახლა ეს ძველი, ეს არის ტერმინი ყოფილი წარსული ცხოვრებისათვის. უბრალოდ ყოფილი ცხოვრებისათვის. ჩვენი წინა ცხოვრება მკვდარია, ჯვარცმულია და ამიერიდან არ უნდა ვემსახუროთ ცოდვას, რადგან მკვდარი ცოდვის ტირანიისაგან თავისუფლდება. ჩვენ ახლა ცოცხლები ვართ ღმერთისათვის და იესო ქრისტესთვის ცოცხლობთ. ახლა ეს აუცილებელია ამის გასაგებად. ახლა რასაც ჩვენ ვცდილობთ აღვნიშნოთ ამ სერიაში არის ეს. თუ ვინმე არის ქრისტეში, რა არის ის? ის არის ახალი ქმნილება, ახალი არსება. რამდენად არის ის მისი ახალი ქმნილება? ძველი ნივთები გაქრა, ყველაფერს აქვს იქ რაც ხდება ახალი. ასე რომ ის სრულიად ახალია. ასევე გალატელების წერილი გახსოვთ მეორე თავის 20. მე ჯვარს მაცვეს ქრისტესთან ერთად. ეს ნიშნავს რომ მე მკვდარი ვარ. მიუხედავად ამისა, მე ვცოცხლობ. ეს ნიშნავს რომ ახალი მე ვცოცხლობ. ცოცხალია ჩემში. და ეს არის ხსნა. ხსნა არ შეიძლება იყოს დამატების თვალსაზრისით. ის უნდა იყოს სრული გარდაქმნა და სრული ტრანსფორმაცია. ასე რომ თქვენ არ შეგიძლიათ ყავდეთ ქრისტიანი, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ახალ ბუნება დამატებული ძველ ბუნებაზე. გესმით ეს? და კითხვას აგრძელებს ისევ მეორე ჯონი კითხვის დამსველი. ის რაც მე არ მესმის არის ის თუ როგორ გამოვიყვანთ
ახალ ბუნებას აქედან. როგორ გამოდის ახალი ბუნება? ახლა მე მესმის რომ ძველი ადამიანი ხდება ახალი. მე თქვენთან ერთად მივყვებოდი რომაელების ამ შესწავლას, მაგრამ ის რაც მე არ მესმის, არის თუ საიდან ვიღებ ჩვენ ამ ახალ ბუნებას. იმ ფაქტიდან რომ ძველი კაცი რომელიც ცოდვაში იყო, ახალი ხდება და მიზეზი იმისა რომ ცოდვაში ვიყავით, ის იყო რომ ცოდვის მსახური ვიყავით. ახლა როცა ქრისტე იესოში ვართ, აღარ ვემსახურებით ცოდვას. მაგრამ ადამი და ევა ხომ იყვნენ ცოდვის მსახურები. მიუხედავად იმისა რომ მათ თავიდან ცოდვა არ ქონდათ ჩადენილი. გასაგებია, ჯონ მაკარტური აგრძელებს. ხედავთ რაში მაქვს მეკითხვა, ისევ ჯონი უგრძელებს კითხვის დამსმელი. დიახ, თქვენ არ შეგიძლიათ ადამი და ევას ნორმალიზირება. თქვენ არ შეგიძლიათ ადამი და ევა გახადოთ ეს საბოლოო სურათი და გამოვიყენოთ. თქვენი გონებიდან გთხოვთ ეს გვერდზე გაწიოთ დროებით, რადგან მათი გარემოებები სრულიად განსხვავებულია ვიდრე ჩვენი. ისინი გამონაკლისები იყვნენ. მე გულისხმობ იმას, ეს არის ქათამისა და კვერცხის ძველი ამბავი, გახსოვთ ხო, რომელი იქნა პირველი. რაღაცა უნდა მოხდეს პირველ რიგში. და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოვიდა. ისე შემოვიდა ცოდვა. ასე რომ თქვენ არ შეგიძლიათ ადამიანსა და ევას მდგომარეობის ნორმალიზირება. ჩვენ ვიცით ეს რომ ცოდვა მათ გარეგნულად არ მოსვლეთ, რადგან გარკვეულწილად ისინი შეუცდომლები იყვნენ, უცოდველები იყვნენ. ის არ მოვიდა მათგან შიგნიდან, როგორც ჩვენ მდგომარეობაშია. რადგან ისინი სრულყოფილები იყვნენ. მაგრამ ის მოვიდა საიდღანაც გარედან შემოვიდა, ხო? სატანისაგან. შიგნიდან ეს არ მოხდებოდა მათში. ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით. ხომ გითხარით ეს გავს ქათამისა და კვერცხის ამბავს. საიდღანაც ეს მოვიდა და არ ვიცი ჩვენ საიდან. ამაზე არ ვიფიქროთ ახლა მოდით. არა იმ ციკლიდან, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელიც ნორმატიულია დღეს კაცობრიობისათვის. ასე რომ ჩვენ გვერდზე გადავდოთ და მოვიშოროთ ეს ამბავი ადამიანსა და ევის და არ ვინერულოთ ადამი და ევაზე. არ გამოვიყენოთ ისინი ნიმუშებად. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ჩვენ ძველი ბუნების ვიყავით. სიტყვა ბუნება უბრალოდ არსებაზე საუბრობს და სულ ეს არის. ჩვენი არსებითი არსება ცოდვილი იყო. და როცა ქრისტიანი ხდებით, შენი არსებითი არსება უკვე გამართლებულია. შენ ახალი ხარ. შენ ახარ სრულიად ახალი ქმნილება. ახლა პავლეს ტერმინოლოგიაში, როგორც ეს რომაელთა მე-6 და მე-7 თავში არის ნახსენები, თქვენ სრულიად ახალი ხართ. მაგრამ მაინც ხორციელად ცხოვრობთ და ეს სწორი ტერმინია გამოსაყენებლად. და ამ სიკვდილის სხეული, ხორცი, გახსოვთ ხომ? სხეულის წევრები, სხეულის ნაწილები, ეს ყველაფერი ხორციელი ადამიანობაა. და სანამ ეს ახალი ქმნილება, ეს ბუნება უბრალოდ ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ, რომელიც ნიშნავს არსებით არსებას, იმ ახალს არსებით არსებას, რომელიც შეიქმნა ქრისტეში, შექმნილ ქრისტეს მსგავსად, შექმნილი როგორც უხრწნელი თესლი, შექმნილი როგორც თავად ღმერთის ბუნება, რომ ახალ ქმნილებას ცოდვა აღარ აქვს. მაგრამ ის მაინც არსებობს და ცხოვრობს ადამიანობაში ამ მიწიერ ხორცში. ახლა მე არ მესმის, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი. მე უბრალოდ ვიცი, რომ ეს არის პავლეს მიერ გამოყენებული ტერმინები. და სანამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ადამიანობა, რომელიც მოიცავს ამ ახალ ბუნებას, ჩვენ გვაქვს ურთიერთბრძოლა. და ამიტომ პავლე ამბობს რომელთა მერვე თავში, რომ ჩვენ რის გამოსყიდვას ველოდებით? ჩვენი სხეულებიდან გამოსვლას. იმის გამო, რომ თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გარდაქმნილი სხეული, მაშინ მივიღებთ ჩვენ მთლიან საერთო ქმნილებას. ახალ ხორცს ახალი სულით. ჩვენ უკვე გვაქვს გარდაქმნილი სული, ახალი სული, ჩვენში უკვე ცოცხლობს. და 60-ში თქვენ მიდიხართ უკვე ცვლილება თქვენში მოხდა. თქვენ მზადა ხართ უკვე 60-ისათვის. შენი მოქცევა, ქრისტესთან მოქცევა, დაბადება, უფრო დიდი საქმე იყო, ვიდრე შენი სიკვდილი იქნება. თქვენ აქ უკვე დაიბადეთ როგორც ახალი ქმნილება. თქვენში უკვე ღმერთის სული არის. და 60-ისათვის უკვე შესაფერისი გახდით. და ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, უკვე რჩება ამ სხეულისაგან თავის დაღწევა. და როცა მორწმუნე კვდება,
მათი სხეული ვიცით რომ მტვერში გადადის. ასე არ არის? ხოლო მათი სული კი იმ წავსვე მიდის იესო ქრისტესთან დასწრებით. და როდესაც მომავალში მოდის ის დრო, ისინი აუცილებლად იღებენ განდიდებულ ახალ სხეულს და სწორედ ამას ელიან ქრისტიანები. ქრისტიანთა სულები, გარდაცვლები, ისინი ყველანი იესოსთან იმყოფებიან, ძველი აღთქმის წმინდანების ჩათვლით. ღვთისძეთა დიდებული გამოვლენა, ღვთისძეთა განთავისუფლება, როგორც ამას ამბობს მერვე თავში, მე-19 მუხლში. ასე რომ ეს უნდა გესმოდე თქვენ და ნუ ჩახლართავთ და ნუ გადახლართავთ ყველაფერს ერთმანეთთან. ეს ძირითადად არის სემანტიკა. და მე განმარტება მოვიძიე ქართულ მცველებისათვის, ვინც არის ეს არის ბერძნულიდან სემანტიკოს აღნიშნული მნიშვნელობა ინფორმაცია, რომელიც გადმოიცემა ენობრივი ფორმებით, სიტყვით, ფრაზით თუ წინადადებით, ფრაზეოლოგია წინადადება. კიდევ არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენობრივ მნიშვნელობას, ანუ შინაარსს და მესამე სემიოტიკური სისტემების შესწავლის ერთ-ერთი ასპექტი სინტაგმატურ და პრაგმატულ ასპექტებთან ერთად. ასე რომ ეს მხოლოდ ტერმინოლოგია აგზელებს ჯონ მაგარტური. ძველი ეს უბრალოდ ნიშნავს სხეულს, სულს, სამშვინელს, მთელ ამ ერთობლივ კონას, რომელიც არის ბოროტი. შენ ხდები ქრისტიანი, ღმერთი გარდაქმნის შინაგან კაცს და ამიტომ პავლე ამბობს მე-7 თავში. მე ვხარობ ღვთის კანონი, რომელიც მოქმედებს ჩემში, ჩემ შინაგან ადამიანთან ერთად და ის ამბობს, როცა ვწოდავ, მეს მე არა ვარ. არამედ ვინ? ეს არის ცოდვა, რომელიც ჩემშია. და სად არის ეს? ეს ჩემს ხორცშია ამბობს ის. ასე რომ ჩვენ ვართ ახალი ქმნილება ჩვენს ადამიანურ ხორცში. ახლა როცა დგება საქმე ცოდვის აღმოფხვრაზე, რომ თლიანად აღმოიფხვრა ცოდა, მე ამისი არანაირად არ მჯერა. აღმოფხვრა ნიშნავს, რომ როცა გადარჩები, შენი ცოდვა აღმოიფხვრება და წაშლილია. და ეს არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. ეს ტყუილია, ეს სიცრუეა. და მე შევხვდი ასეთ ადამიანებს, მომისმენი ადამიანების საუბარი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ ცოდვა აღარ ჩაუდენიათ. ისინი ამითი ხელახლა განსაზღვრავენ ცოდვას და გულწრფელად ვთქვათ, ეს ასეა მათი მხრიდან. რაღაცა ეს ამაღლებული და თებშემოსხმულები არიან, რომ თითქოს და მე აღარ ვცოდავ. ხალხო არ გახსოვთ თქვენ 1 იოანე რას ამბობს? თუ შენ ამას ამბობ, რომ არ ვცოდავ, შენ ამითი რას აკეთებ? ღმერთს მატყუარად აქცევ. ესე იგი ღმერთი ცრუდ აქცევ და ღმერთი მატყუარა გამოდის. ასე რომ თქვენ უბრალოდ უნდა გესმოდეთ, რომ ყველაფერი რაზე ჩვენ საუბრობთ არის სემანტიკა. სწორედ აქ. სტივი იცით ხომ? ცოტა ხნის წინ ორღანზე რო უკრადა. მამამისი აქ იყო ერთი კვირის წინ. და ის ძალიან ძლიერი ბიბლიის მკვლევარია. ის წლების განმავლობაში ასწავლიდა ბერძნულს ბიოლიში დოქტორ სტურსესთან და დიდი წვლილი შეიტანა ბიბლიურ სფეროში ახალ აღთქმაში. და ის როცა უსმენდა ჩემს ქადაგებას ამ საკითხის ირგვლივ, ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: ჯონ, მე ვაფასებ ამ შენს გზავნილს, მე იმაზე კი არ ნერვიულობ, შენ რომ წამართვი ჩემი ძველი ბუნება. თავარი ის არის, რომ შენ მე დამიტოვე და მომეცი საშუალება, სადაც შენ ცოდვილ ბუნებას მივაბავ. იმიტომ რომ ცოდვას ჩავდივარ ჩვენ. და როდესაც ადამიანს ამას ეუნები, რომ იცი რა არის, შენი ძველი ბუნება უკვე წაშლილია, ის უკვე დაბნეულია, მაშინ რატო ვიდენვე ცოდვას? ხედავთ, და ეს მართლა ძალიან ნათელი აზროვნებაა. ასე რომ ჩვენ მხოლოდ სემანტიკაზე ვსაუბრობთ, ტერმინოლოგიებზე და ნუ აურებთ და ნუ დაიბნევით ამასთან. უბრალოდ მე არ მინდა უწოდო მას ბუნება, რადგან არ მგონია რომ შენ შინით ორი ადამიანია, შავი ძაღლი და თეთრი ძაღლი და ისინი იბრძვიან. და ძველი ბუნება ჯერ კიდევ არსებობს და ახალი ბუნება შემოდის. ესე რომ იყოს, მაშინ ეს ქმნის სულის ხსნას გარდაქმნის ნაცვლად რაღაცა დამატებად. აქ აღარ ჩანს უკვე სრული ტრანსფორმაცია. არადა თქვენ ახართ ახალი ქმნილება. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ.
ასე რომ ყველაფერი რაც ჩვენ უნდა დავინახოთ და ჩვენ გონებას შეუშვათ არის ის რომ ჩვენ ვამბობთ ჩვენ უბრალოდ ვეძებთ განმარტებებს მაგრამ თქვენ ხართ ახალი ქმნილება რომელიც შენს ადამიანობაში ისევ არის ჩაფლული ასე რომ ყველაფერი რაც მომავალში ხდება არის ის რომ თქვენ ამ ხორცს ჩამოიშორებთ რომელიც ზღუდავს და აფერხებს თქვენი ახალი ბუნების სრული პოტენციალის გამოვლინებას გესმით ეს? დიახ, მადლობა ჯონ, ახლა უფრო სრულიად გასაგებია ჩემთვის.